რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად გასამართ მოლაპარაკებებზე ევროპელი შუამავლის სახელით გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის დანიშვნის შესაძლებლობა კაია კალასმა კატეგორიულად გამორიცხა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსკოვი ვერ იქნება ვერანაირი პირობის დამწესებელი, თუმცა მოლაპარაკებების ფორმატში გარკვეულ დათმობებზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ. პირველ რიგში თუ კი ჩვენ რუსეთს მივცემთ უფლებას ჩვენი სახელით დანიშნოს მომლაპარაკებლები, ეს ძალიან არაგონივრული იქნება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, გერჰარდ შრედერი იყო რუსული სახელმწიფო კომპანიების მაღალი რანგის ლობისტი. ამიტომ სრულიად გასაგებია, რატომ სურს პუტინს მაინც და მაინც ეს ადამიანი, რომელიც ფორმალურად მაგიძის ორივე მხარეს იჯდება. ვიდრე საკითხებს რუსეთთან განვიხილავდეთ, უპირველეს ყოვლისა ერთმანეთში უნდა ვიმსჯელოთ, რაზე გვინდა მათთან საუბარი. სწორედ ამიტომ გიმნიჩში შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განვიხილავთ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს, რადგან ისევ და ისევ ევროპული უსაფრთხოების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რომ რუსეთი მუდმივად თავს ესხმის თავის მეზობლებს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. ამისთვის ჩვენი დათმობები გვჭირდება, მათ შორის რუსეთის მხრიდანაც. გასულ კვირას მოლდოვაში ვიყავი. იქ რუსული ჯარები არიან განლაგებული. რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი წინაპირობა შეიძლება იყოს რუსული ჯარების გაყვანა. რა თქმა უნდა, ვიხილეთ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც პუტინს სურდა, საკუთარი აღლუმის დაცვის ცინიკური ფორმა იყო იმ დროს, როცა რუსული ძალები განაგრძობენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს. 2005 წელს გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ გერჰარდ შრედერი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ვლადიმერ პუტინთან. 2022 წლამდე ის შედიოდა რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტის როსნეფტის სამეთვალყურეო საბჭოში. ასევე სხვადასხვა პოსტზე იყო სხვა რუსულ სახელმწიფო კომპანიებში, მათ შორის გაზპრომში. კრემლის ინიციატივას მკაცრად ეწინააღმდეგება კიევიც. ბრძოლის ველზე ახალი რეალობა შეიქმნა. ყველაზე რთული ზამთრის შემდეგ უკრაინა გაძლიერდა. რა თქმა უნდა, ეს ზამთარი გადავიტანეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. ფრონტზე კი ვითარება დავასტაბილურეთ. ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ფრონტზე საჰაერო სივრცის დახურვა შევძელით. თუ კი დრონებზე ვისაუბრებთ, რუსული საჰაერო ობიექტების 90%-ის ჩამოგდება შეგვიძლია. დიახ, ამერიკის ხელმძღვანელობით გვაქვს ძირითადი სამშვიდობო მოლაპარაკებები და გვჭირდება ეს გზა, გვჭირდება ამერიკის ლიდერობა. თუმცა ევროპასაც შეუძლია საკუთარი წვრილის შეტანა, რასაც კოლეგებთან განვიხილავთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ სამშვიდობო მოლაპარაკებების ან დიპლომატიური გზის ალტერნატივაზე, არამედ ვსაუბრობთ დამატებით შესაძლებლობებზე. ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რისი საშუალებაც გვაქვს, რათა მივუახლოვდეთ მშვიდობას, რაც რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული მიზანია. ბრიუსელში კიევის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების მიზეზი გახდა რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების საკითხიც, რომელთა დაბრუნებაზეც კიევი პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს. ევროპელი დიპლომატების განცხადებით, განსხვავებით სამხედრო ტყვეთა გაცვლისა, ბავშვების დაბრუნების საკითხი გაცილებით რთულია იმ გაგებით, რომ უკრაინელ მხარეს არც ერთი რუსი ბავშვი არ გაუტაცებია. მათივე განცხადებით, მიუხედავად მოსკოვის მხრიდან შეცვლილი რიტორიკისა, უკრაინის მოკავშირეებს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ. რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებისა და იმ მოთხოვნების საკითხი, რომლებიც ევროკავშირმა მოსკოვს უნდა წაუყენოს, ევროპელმა დიპლომატებმა კვიპროსში 27 და 28 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განიხილონ.